ბევრ თქვენგანს უნახავს სუნამოები ძალიან უცნაური აკორდებით, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ პარფიუმერიაში მხოლოდ 4 ტიპის აკორდები არსებობს. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს ვისაუბრებთ პარფიუმერულ ინგრედიენტებზე და ბევრ მათგანსაც განვიხილავთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოწონების შემთხვევაში დაალაიქეთ ვიდეო, რათა ეს თემა უფრო მეტად გავშალოთ სხვადასხვა ვიდეოებში. სანამ აკორდებზე საუბარს დავიწყებთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ თვითონ რას ნიშნავს ეს სიტყვა. აკორდი არის ორი ან მეტი კომპონენტის კომბინაცია, რომელიც იძლევა ერთი კონკრეტული სურნელის ილუზიას. ჩვენ გვხვდება 4 ტიპის აკორდის სპექტრი: რეალური, მოდელირებული, აბსტრაქტული და წარმოსახვითი. 4-ვე მათგანი დამოკიდებული არის 3 ფაქტორზე, ესენია ობიექტი, სურნელი და ექსტრაქტირების შესაძლებლობა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა ობიექტი, აქვს თუ არა მას სურნელი და რამდენად შეიძლება მისგან მოლეკულების ამოღება, რომელსაც სუნი ექნება. რეალური ანუ ნამდვილი აკორდები 3-ვე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ავიღოთ მაგალითად უდი, რომელიც რეალურად არსებობს, აქვს სურნელიც და მისგან ექსტრაქტის მიღებაც შესაძლებელია. რეალური უდი ძალიან რთულად მოსაპოვებელი და ძვირადღირებულია, ამიტომ პარფიუმერები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნატურალური ინგრედიენტებისა და სინთეტური მოლეკულების კომბინაციას, რათა მიიღონ ეს კონკრეტული სურნელი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მოლეკულა ამ მიმართულებით არის სიპრიოლი. მოდელირებული აკორდების შემთხვევაში ობიექტი არსებობს, მას გააჩნია სურნელი, თუმცა მისგან სურნელოვანი მოლეკულების ექსტრაქტაცია თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, სურნელოვანი მოლეკულების მიღება ისეთი ხილებიდან, როგორებიც არის მარწყვი, ატამი, საზამთრო, ბალი არის შეუძლებელი, შესაბამისად იყენებენ სინთეტურ მოლეკულებს. ყვავილოვან მიმართულებას თუ შევხედავთ, იგივე ეხება ორქიდეას, ამიტომ დიახ, მთელი ტომ ფორდის ეს ზღაპრები, რომ ახალი ჯიში შეიქმნა და ექსტრაქტი გამოიხადა, არის ზღაპარი. შავ ორქიდეაზე თუ გსურთ მერე ვისაუბრებთ, ეს ფაქტი, რომ ზღაპარია, საერთოდ არ აკნინებს ამ სუნამოს სიდიადეს. აბსტრაქტული აკორდების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ობიექტი, თუმცა მას არ გააჩნია სურნელი, შესაბამისად მისგან ექსტრაქტის მიღება შეუძლებელია. ამ ჟანრიდან ყველაზე პოპულარული არის ამბრა, იგივე ქარვის აკორდი. რეალურ ამბრას სურნელი საერთოდ არ აქვს. მაგრამ ყნოსვის თვალსაზრისით შეიძლება ასოციაცია გამოიწვიოს თბილ ქარვისფერ კომფორტულ სურნელთან. ტიპური მარტივი ამბრა მზადდება 3 ინგრედიენტისგან, ეს არის ვანილინი, ლაბდანუმი და ბენზოინი. აბსტრაქტული აკორდები უფრო მეტად ექვემდებარება ინტერპრეტაციას და დამოკიდებული არის სრულიად პარფიუმერის აღქმაზე. მაგალითად, ფრაგრანტიკაზე შეიძლება შეგხვდეთ ისეთი უცნაური ნოტები, როგორებიც არის სისხლი, პაპის მოსასხამი, გზა, ასფალტი და ასე შემდეგ, ესენიც შეგვიძლია ჩავთვალოთ აბსტრაქტულ აკორდებად. მეოთხე კატეგორია არის წარმოსახვითი აკორდები. ამ შემთხვევაში არც ობიექტი გვაქვს, არც მისი სურნელი არსებობს და შესაბამისად ექსტრაქტსაც ვერ ვხდით. მაგალითად, მინდა შევქმნა ფენიქსის სურნელი, ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ პარფიუმერიის ინტერპრეტაციასა და მის აღქმაზე. სანამ უშუალოდ პოპულარული ნოტების, აკორდებისა და ჯგუფების განხილვაზე გადავალთ, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო და ფრიად უცნაური აკორდი, რომელიც შეიძლება თქვენ საყვარელ სუნამოებშიც არის და შეგხვედრიათ, თუმცა წარმოდგენა არ გაქვთ მათი მოპოვების გზებზე და სურნელზე. პირველი არის ამბერგრი. ამბერგრი არის უცნაური ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტი, რომელიც კაშალოტის საჭმლის მონელების ტრაქტში წარმოიშვება. მისი სურნელოვანი, ამაღლებული, ინტენსიური, ტკბილი ოკეანური სურნელის შესაძლებლობების გამო ეს პოპულარული აკორდი გამოიყენებოდა ისეთ დიდ სუნამოებში, როგორებიც იყო შანელის No. 5 ან ქრიდის ავენტუსი. ნატურალური ამბერგრი არის ძალიან მყრალი, შეიძლება ისეთი ინტენსიური სურნელი ჰქონდეს, რომ ვერც მიეკაროთ, არის ფხვიერი, ქვის ფორმის მასა და მარტივად იფშნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამბერგრი მთლიანად ჩანაცვლებული არის სინთეტური მოლეკულებით, ეს კონკრეტული ინგრედიენტი მსოფლიოს მასშტაბით მაინც იყიდება. შემდეგი ნოტა, რომელიც უნდა განვიხილო, არის სივეტი. ეს ნოტი მიიღება ტროპიკული აზიისა და აფრიკის კატისებრთა ოჯახის მღრღნელთა ფეკალიებისგან. ამ საყვარელ ცხოველს აჭმევენ კონკრეტული ტიპის ყავას და ამ ყავის გადამუშავების შემდეგ ფერმერები მიდიან და იღებენ მოსავალს. ხოლო თუ ამ მოლეკულას შეურევთ პარფიუმერულ ალკოჰოლს, მიიღებთ ძალიან ინტენსიურ, ღრმა, კომპლექსურ ყვავილოვან არომატს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმეტესობა სივეტის აკორდი არის სინთეტური, მსგავსი ტიპის ფერმერობა ძალიან პოპულარული არის მსოფლიოს კონკრეტულ წერტილებში. შემდეგი ნოტი არის ლაბდანუმი. ლაბდანუმი მიღებულია ქვის ვარდის ბუჩქიდან და უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება და პარფიუმერული ინგრედიენტი. წარსულში ეს ნივთიერება იკრეფებოდა ცხრებისა და თხების ბარზაყებიდან, რომლებიც ბუჩქებს ეხახუნებოდნენ. ხოლო დღეს ლაბდანუმი მოიპოვება ბუჩქების მჟავის ექსტრაქტაციით ან ორთქლის დისტილაციით. მისი ქარვისებრი ტყავის მსგავსი სურნელი გამოიყენება ისეთ სუნამოებში, როგორებიც არის მაგალითად ბლუ დე შანელი. შემდეგი ინგრედიენტი არის მუსკუსი, მასკი, მუშკი.
თავდაპირველად მას კი ეწოდებოდა მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებას, რომელიც მუშკის ირემის ჯირკვლიდან მიიღებოდა. უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც პარფიუმერული ფიქსატორი და დღემდე პოპულარული არის თითქმის ყველა სუნამოში. ბუნებრივი მასკი ფართოდ გამოიყენებოდა პარფიუმერიაში მე-19 საუკუნის ბოლომდე, ვიდრე ეკონომიკურმა და ეთიკურმა მოტივებმა არ განაპირობა მისი სინთეტიკური ალტერნატივებით ჩანაცვლება. დღეს კი მთლიანად სინთეტური მასკი არის გავრცელებული, იმიტომ რომ ცხოველებზე ნადირობა სურნელის გამო ეთაკილება ბევრ ბრენდს დამართლებიც არიან პრინციპში. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ეპოქაში პარფიუმერია გადასული არის სინთეტური მოლეკულების აქტიურ გამოყენებაზე, რაც ერთი მხრივ კარგი არის, იმიტომ რომ ალერგიული რეაქციების საგრძნობლად დაბალი აქვს. სინთეტური მოლეკულები ნატურალურ მოლეკულებთან შედარებით არის ეკომეგობრული და მათი წარმოება არც თუ ისე ძვირი ჩდება. თუმცა ბევრი ბრენდის მარკეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ გამოიყენებენ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს და შესაბამისად ამით აპრავებენ მათ არარეალურ ფასს. მაგალითისთვის ავიღოთ ფრანსის კურჯიანი ან ბოდიჩეა. არწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ სამყაროში არც ერთი 100 მილilitrიანი სუნამო არ ღირს $900. ამ ფასის 80% განპირობებული არის თვითონ ბრენდის სტატუსისგან. ფულის წყურვილის ძალიან კარგი მაგალითი არის ფრანსის კურჯიანის გარშემო ატეხილი ამბები, როდესაც ის დაენიშნა დიორის კრეატიულ დირექტორად და პირველი რაც მან გააკეთა არაფრის მომცემი დიორომ პარფუმის გამოშვების შემდეგ იყო private line-ის მოცულობების შემცირება. მან 250 მილilitrიანი ბოთლები შეამცირა 200 მილilitrიმდე, დატოვა იგივე ფასი. კაპიტალიზმის თემა პარფიუმერიაში ცალკე ვიდეოს თემა არის, თუ გაინტერესებთ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ და დამიკომენტარეთ. თუ ეს ვიდეო ავა 800 ლაიქზე, აუცილებლად ჩავწერ ამ თემაზე ვიდეოს და გეტყვით თუ როგორ გვატყუებს უამრავი წარმატებული ბრენდი პარფიუმერი, რა იმალება ბიუჯეტური სუნამოების კრიტიკის მიღმა, რა ინგრედიენტებს იყენებენ სინამდვილეში, რა ჯდება მათი პარფიუმერიის დამზადება და ასე შემდეგ. საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს, ამიტომ აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. სუნამო მუსიკალური კომპოზიციის მსგავსად სურნელოვან ნოტათა დახვეწილი შერწყმა, რომელიც ჰარმონიულად ქმნის ღრმა, დაბალანსებულ და ემოციურ არომატულ გამოცდილებას. თითოეული ნოტი უნიკალურ როლს ასრულებს, ამშვენებს, ავითარებს და გარდაქმნის სურნელს მისი გამოყენებიდან ბოლო აკორდამდე. სუნამოს ნოტების გაგება აუცილებელი კომპონენტი არის პარფიუმერიის სწავლისთვის, რათა შევიგრძნოთ როგორ გადადის იგი ერთიდან მეორეში და ქმნის დაუვიწყარ შეგრძნებებს. პარფიუმერიის სამყაროში სურნელი სამ ძირითად დონედ იყოფა. ეს არის ზედა ნოტები, ვეძახით ასევე ტოპ ნოტებს, შუა ნოტები, იგივე გულის ნოტები და საბაზისო ნოტები. ეს ფენები ქმნის ნებისმიერი სუნამოს სტრუქტურას და განსაზღვრავს, როგორ შეიძლება ის გაიშალოს კანზე. სურნელოვანი პირამიდის მწვერვალზე მყოფი ზედა ნოტები გახსნისთანავე იგრძნობა და დაახლოებით ეს პროცესი 5-დან 20 წუთამდე ძლებს. მათი როლია შექმნას დაუვიწყარი პირველი შთაბეჭდილება, ან დაგვატყვეოს, ან ცოტათი შეგვეშინოს. შუა ნოტები ქმნის სუნამოს გულს და იგი გამოვლინებას იწყებს სწორედ ტოპ ნოტების მიფარცხვის შემდეგ. ისინი დაახლოებით ძლებენ 20 წუთიდან 2 საათამდე. მეტწილად სწორედ შუა ნოტები განსაზღვრავს სუნამოს მთავარ ხასიათს. ძირითადი ანუ საბაზისო ნოტები ქმნის სუნამოს სიძლიერეს და ხანგრძლივობას. ისინი კანზე 3-დან + საათი ჩერდება და სუნამოს ფუნდამენტს ქმნის. ამ დონეზე ხშირად შეგხვდებათ ღრმა, კომპლექსური, ინტენსიური არომატები. მთავარი ინფორმაცია, რაც ამ თემაზე უნდა ეცოდეთ, არის ის, რომ ზედა და შუა ნოტების გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ 10 სურნელი საერთოდ აღარ იგრძნობა. ან ის, რომ გახსნისას მხოლოდ ზედა ნოტები გვხვდება და შუა და საბაზისო ნოტებს კონკრეტული დრო აქვს, რომ თავი გამოავლინოს. ისინი ერთიანად ქმნიან სურნელს, უბრალოდ დროების მიხედვით განსხვავდება, რომელი უფრო იქნება წინა პლანზე. მოდი ახლა გადავიდეთ ადამიანურ ინგრედიენტებზე და აკორდებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება პარფიუმერიაში. დავიწყოთ ციტრუსებით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ჯგუფს ესასაუბრო იმდენია, რომ შეიძლება ცალკე ვიდეოც არ იყოს, მაგრამ მოდი პოპულარულ მათგანებს წარმოგიდგენთ ამ ვიდეოში. სანამ აღწერაზე გადავალთ, ხოვნაა დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ჩავართოთ ზარისხილაკი. ამით დავინახავ, რამდენად გაინტერესებთ ეს თემა და ვეცდები უფრო მეტი საგანმანათლებლო ვიდეო შემოგთავაზოთ კონკრეტულ საკითხებზე. ბერგამოტი არის ციტრუსოვანი, მწარე, მჟავე, ელეგანტური, მსუბუქი ნოტი, ოდნავ სანელებელებიანი ტონით. კომპლექსური ხილისა და არომატული ელემენტების ნიუანსებით. პორტოხალი არის ტკბილი ციტრუსოვანი ნოტი, წვნიანი შუშხუნა ელემენტებით, სხვადასხვა აკორდებს შორის შემაერთებელი ნიუანსით. ლიმონი არის შემკვრელი, მჟავე, ტკბილი ქვეტონით, მცენარეული ნიუანსით, კაშკაშა, ხალისიანი და ცოცხალი. გრეიპფრუტი მწარე, არომატული, ციტრუსოვანი სურნელი, ბინზური ქვეტონით, რომელიც შავი მოცხარის არომატს მოგაგონებთ. მანდარინი არის ტკბილი, თაფლისებრი, ციტრუსოვანი არომატი. იუზუ ტკბილი და ძალიან მწარე, უნიკალური ციტრუსოვანი სურნელი ინტენსიური არომატით.
ახლა განვიხილოთ ხილისა და თხილეულის ნოტები. ნუში არის გურმანული ტკბილმწარე ნოტი, რბილი, თხილოვანი. მწარე ნუშის ეთერზეთი მიიღება არა მხოლოდ ნუშიდან, არამედ ალუბლის, გარგარის, ატმისა და ქლიავის კურკებისგანაც. ვაშლი არის ფრეში, მადის აღმზრელი ხილის ნოტი, ტკბილი, მწვანე და მჟავე ნიუანსებით. შავი მოცხარი არის მჟავე ხილის ნოტი, რომელიც მიიღება მწვანე ფოთლის კვირტებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ნოტია მწვანე მენთოლისა და ხილის სურნელების შექმნისთვის პარფიუმერიაში. ბალი არის ძალიან პოპულარული ხილის ნოტი, ერთდროულად ტკბილი, მჟავე, დამახასიათებელი სიროფისებრი ტექსტურით. ქოქოსი არის ტროპიკული ხილის თხილოვანი და ტკბილი ნოტი ვანილისა და რძისებრი ნიუანსებით. ფეღვი კომპლექსური მწვანე ტკბილი ლაქტონური სურნელი, ძალიან ტკბილი, თაფლოვანი, ყვავილოვანი და გურმანული არომატი აქვს. ლიჩი გამოირჩევა ტროპიკული ტკბილი სურნელით, ხილისა და აკვატიკური ნოტებით, ძირითადად გვხვდება ქალების პარფიუმერიაში. მანგო არის ტროპიკული ხილის ნოტი, ძალიან წვნიანი, გარგრისა და ფიჭვის ნიუანსებით. ანანასი ფრეშ და წვნიანი ხილის ნოტაა, მწვანე და ოდნავ მეტალური შეხებით. გადავიდეთ ყვავილოვან აკორდებზე, რომელთაგანაც ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი არის ზამბახი, იგივე ირისი. ნატურალური ზამბახის ნოტი მიწიერი, ხისებრი და პუდროვანია, რომელიც მოხარშული სტაფილოს სურნელს გაგონებთ. წარმოსახვითი ზამბახის ნოტი პუდროვანი ყვავილოვანი სურნელია, რომელიც იის ყვავილს გავს. შროშანი არის მწვანე თეთრი ყვავილოვანი ნოტი, საპონი და ტკბილი ჟასმინის მსგავსი ნიუანსებით. ჟასმინი ტკბილი თეთრი ყვავილოვანი მდიდრული სურნელი, რომელიც ლაბორატორიაში სინთეზირებისას შეიძლება უფრო ფრეშ და ხალისიან სურნელად იქცეს. ფიუჟერ მცენარეული აკორდებიდან გამოსაყოფი არის კიუმარინი, ბერგამოტი, ლავანდა, ხავსი და ჟერანიუმი. კიუმარინი იგივე ბენზოპირონი არის ტონკას მარცვლების დაჩრებული ვერსია. სურნელის პროფილი დამოკიდებულია ინგრედიენტის რაოდენობაზე. მცირე დოზით შეიძლება წააგავდეს ხმელ ბალახს, ხოლო დიდი რაოდენობით გახდება ტკბილი და თბილი კარამელიზებული ნუშის მსგავსი. ლავანდა არის არომატული, ყვავილოვანი და სუფთა აკორდი, რომელიც შეიცავს მწვანე, ცოცხალ, სურნელოვან და მცენარეულ ელემენტებს. ჟერანიუმი ცნობილი როგორც ნაკლებად ფემინური ვარდის სურნელი. ფოთლები დისტილაციის გზით იძლევა სრულფასოვან ვარდისებულ ნიუანსს, რომელსაც თან ახლავს მწვანე და არომატული ქვეტონები. ხავსი არის მელნისებრი მწარე სურნელი, რომელიც ასოცირდება ტყის სველ ნიადაგთან. ეს იშვიათი და ძვირად ღირებული ინგრედიენტი მიიღება მუხის ხეებზე მომდგარი ბალზამებისგან, რომელიც ძირითადად ბალკანეთში იკრიფება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მისი გამოყენება კანზე მგრძნობელობის გამო მკაცრად შეზღუდულია და იყენებენ მის სინთეტურ ვერსიას, ის მაინც რჩება შიპრისა და ფიუჟერი ტიპის სუნამოების განუყოფელ ელემენტად. გადავიდეთ შიპრის ჟანრზე, რომლის მთავარი ვარსკვლავი არის პაჩული. პაჩული არის ეგზოტიკური მცენარე, რომელიც ძირითადად ინდოეთში იზრდება. მისი ფოთლები იძლევა პაჩულის ზეთს, რომელიც არის ტკბილი, მუქი, მიწიერი და ხის მსგავსი ელემენტებით. ბევრისთვის საყვარელი საზღვაო არომატები. მიხვდებოდით ალბათ, რომ ნამდვილ ზღვას არავინ ჩაგისხამთ შიგნით, ამიტომ ნახოთ როგორ მიიღებიან ისინი. aquatic-ური ნოტები აღნიშნავს ზღვის წყალმცენარეების ან მზით გახურებული ქვიშის სურნელებს. ისინი ასევე იწოდება როგორც იოდირებული, მარინული ან ოზონირებული ნოტები. ისინი ძალიან ფრეშ, სუფთა და აკვატიკურ შეგრძნებებს აღზრდავს, რაც განაპირობებს მათ აღმაგზნებელ და მაცოცხლებელ ეფექტს. აკვატიკური ელემენტებიდან ყველაზე ცნობილი ინგრედიენტები არის კალონი, კალიფსონი, რომელიც საზამთრო სურნელს გავს და ამბროქსანი, რომელიც არის სინთეტური ამბერგრი. აღმოსავლური ოჯახი არის ყველაზე პოპულარული სუნამოთა ჯგუფი, რომელიც ცალკე ქვედა კატეგორიებად იყოფა, როგორებიც არის ბალზამური, სპაისი და გურმანული. ბალზამური ნოტებიდან გამოსარჩევი არის მირონი, უდი და საკმეველი. უდი მომდინარეობს სპეციალური ბალზამისგან, იგი მიიღება აგარვუდის ხიდან, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში იზრდება. როდესაც ეს ხე ინფიცირდება გარკვეული პარაზიტით, მაგალითად კორდისეპსით, იგი გამოყოფს იშვიათ სეკრეციას, რომელიც შთანთქავს მის ქერქს და გარდაიქმნება აგარვუდად, რაც უფრო ცნობილი არის როგორც უდი. ოლბანუმი ან ფრანკინსენსი ჩვეულებრივ სუნამოების სურნელოვან პირამიდაში წარმოადგენს საკმევლის ნოტს. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს კვამლის ნოტს, რომელიც შუშის დამწვარ გემოს გავს და აქვს მოტკბო სურნელი. მირონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობილი სუნამოების ინგრედიენტია, რომელსაც აქვს თბილი, ბალზამური, ტკბილი, არომატული და სანელებლოვანი სურნელი. გურმანული ნოტების უმრავლესობა პრინციპში მარტივი აღსაწერი არის, რადგან სწორედ იმ ხასიათის სურნელს ავიღებს, როგორებიც თვითონ ნოტები არიან. ხოლო ზოგადად სუნამოებში ყველაზე პოპულარული ჯგუფი არის სანელებლების ოჯახი. დღეს ყველაზე პოპულარულ მათგანზე ვისაუბრებ, ეს არის ვანილი. ვანილი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურნელოვანი ნოტი, რომელსაც უმეტესად იცნობენ სინთეტური ვარიანტით ვანილინით.
მისი სურნელი ტკბილი, კომფორტული და მყუდროა, რაც ქმნის ახლად გამომცხვარი პორფუნთუ შეუვლის შეგრძნებას. სუპერ მარტივი ვანილები განსაკუთრებით პოპულარული გახდა მოზარდთა შორის, რაც გამოიწვია გურმანული სურნელების კატეგორიის გაჩენამ. ხოლო უფრო რთული და მიწიერი ვანილები თანდათან იჩენენ პოპულარობას ნიშურ სეგმენტში. ერთნოვანი ოჯახიდან გამოსაყოფი ინგრედიენტები არის ვეტივერი, კედარი და სანდალვოთი. ვეტივერების სხვადასხვა ნაწილები და მსოფლიოში მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ჰაიტიანური ვეტივერი სუფთა და ეთერიულია, ხოლო სხვადასხვა რეგიონიდან უფრო მწველი და მტვრიანი. თუ უნდა გავამარტივოთ სურნელი, იგი მიწიერი, ხის და მწვანე. კედარი არის მსუბუქი ხის ნოტი, რომელიც მომდინარეობს ან ატლასის მთებიდან, ან ვირჯინიის კედარის ხიდან. ასევე არსებობს მრავალი კედარის სურნელის სინთეტური ვარიაციები, რომლებიც გამოიყენება პარფიუმერიაში. სანდალვუდი არის კლასიკური აღმოსავლური ხის ნოტი, მაცდური, რბილი, გამძლე, მდიდარი, გრძელვადიანი სურნელით. საუკეთესო ხარისხი აქამდე ინდური მისორის სანდალი იყო, მაგრამ დღესდღეობით მისი გამოყენება სუნამოებში თითქმის სრულიად შემცირებულია ბუნებრივი მასალის დეფიციტის გამო. ამიტომაც მის შემცვლელად იყენებენ მოლეკულას ჟავანოს, რომლითაც მდიდარი არის ძალიან ცნობილი სუნამო ორტო პარისის ბერგამასკი. მოდი ალკოჰოლური ნოტები დავასრულოთ ჩვენი განხილვა. ალკოჰოლური ნოტებია ვისკი, რომი, კონიაკი, წითელი ღვინო. ვისკი არის კომპლექსური ნოტი, რომელიც მოიცავს ტკბილი ბალახის, მუხის კასრების, შოკოლადის, გამხმარი ხილის, თაფლისა და მსუბუქი სანელებლების ელემენტებს. რომი არის ტკბილი არომატული აკორდი, რომელსაც შემოაქვს ქარიზმა და მდიდრულობა გურმანულ და მერქნოვან სუნამოებში. წითელი ღვინო აძლევს სუნამოს გამორჩეულ ხავერდოვან ხასიათს და მეტწილად გამოიყენება საბასისო ან შუა ნოტებად სურნელოვანი კომპოზიციების სიღრმის და სითბოს შესაქმნელად. საოცრად ერწყმის ხის, ყვავილისა და სანელებლების ნოტებს, რაც ქმნის ელეგანტურ, თბილ და ხასიათით სავსე სურნელებს. ძალიან მალე დაგებრუნდებით ახალი სიახლით, რომელიც ეხება ჩემს ახალ ქართულ ბრენდს, რომლის კონცეფცია არის ქართული პოეზია, პროზა, კულტურული ღირსშესანიშნაობები, ადამიანები და ასე შემდეგ. პირველი სუნამო სწორედ წითელი ღვინის აკორდით იქნება დამახასიათებელი, ამიტომ დაელოდეთ. კონიაკი არის პიკანტური, მდიდარი, ხილოვანი, მუხისებრი ნოტი, რომელიც შეიცავს ამბრის ელემენტებს. ამ ვიდეოს გაგრძელება დაუსრულებლად შემიძლია, მაგრამ ჩემი სამონტაჟო არის, ჩემი გადასაღები არის და ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომ თუ გაინტერესებთ ამ ვიდეოს მეორე ნაწილი, ეს ვიდეო 800 ლაიქზე აიყვანეთ და არხი გამოიწერეთ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, მართლა ბევრი ვიწვალე როგორც რესურსების მოძიებაზე, სკრიპტის წერაზე, ასევე უფრო მეტი უნდა ვიწვალო მონტაჟზე, რადგან ისევ ის ლეპტოპი მაქვს, რომელსაც კარგად იცნობთ და 3-4 დღე წართმეული აქვს ჩათვალეთ მარტო ვიდეოს ექსტრაქტაციისთვის. ამიტომ ერთი ლაიქით გამოხატეთ თანადგომა, მადლიერება, პატივისცემა და ასე შემდეგ. არხის განვითარებისთვის აუცილებელი არის, რომ გამომიწეროთ და ჩაუთოთ ზარეზღილაკი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს, რომელსაც თანდათანობით გაგიზიარებთ. სუნამოების შეძენა შეგიძლიათ საიტზე pshik.store. სხვა დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დამიკომენტაროთ ან მომწეროთ Instagram-ზე, რომელიც მითითებული იქნება აღწერაში. თუ გსურთ ცნობა გქონდეთ მეტ კონტენტზე, შეგიძლიათ გამომყვეთ TikTok-ზე და Instagram-ზე, რომელიც მითითებული იქნება აღწერაში. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობას გიხდით ბოლომდე ვინც დარჩით. მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს. ნახვამდის.